ყველა მაესტროელის ნამდვილი სახლი ეს არის. რადგან დაცვა არ გყავს, შეგვიძლია კარი პირდაპირ შევაღოთ. ალბათ ყველას გახსოვთ ის ღამე, როცა ვიღაცამ ხელყუმბარა შემოგვიგდო. შესასვლელთან პირველივე საკნის სააპარატო შეგვდებათ. ეს არის ყველაზე ორიგინალური სააპარატო, სადაც სამზარეულო საეთეროშია. თქვენ ერთდროულად გიწევთ რამდენიმე საქმის გაკეთება, ხმის რეჟისორებიც ხართ, პულტთანაც ხართ, აი რას აკეთებთ? ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. არ შეიძლება ყველაფერი ვერ გავაკეთოთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის საშუალება მაესტროში, რომ ხმაზე ცალკე ყავდეს თანამშრომელი, ვიდეოკლიპზე ცალკე, ვიტრაოშიგზე ცალკე, სერვერზე ცალკე. ეს არის მთელს მაესტროში ერთადერთი მისაღები ოთახი, რომელიც ერთდროულად არის საგრიმიოროც, კაბინეტიც და ყველა ფუნქციას ასრულებს. მეორე სართულზე არის უკომენტაროს ოროთახიანი აპარტამენტი. თავი არა აცხა მან. საკმაოდ გამძლე კიბეებია, თუმცა მორყეული. ნუ უცხოეთ სამბები გააკეთა და ეხლა ქართულად დააწყოს კიდე რა. მოვიდა და კითხენ ძღოლით მოიყვანა, ისე ხო ეჭვით ვერ მოვიდოდა. ხენები უნდა. მონტაჟი მიწა. აუ საბავშვო ბაღი აღარ დამყავდა. ხო. რა ხდება დღეს? ხო, ეხლა გამოვშე მანქანას. შუმათ ეკითხამი რა. მოლაპარაკებები გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ კარგია. ჩამოიტანე. ჯერ კადრი ჩამოიტანე რა. ავიდა აქციაზე. და ოპერატორი არის მე? რომის კინოფესტივალი და ჩადი ნახე და თუ არ არის მithვარი. ახლა ვიმყოფებით სანაპიროზე, სადაც ძალიან დიდი წყალი არის. ჩვენც აი ასე ყლაპოში ჩავარდით. აქ შევიდნენ ცოტა ხნის წინ დათო ბერძენიშვილი და გია ცაგარეიშვილი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ტერმინალის დაცვის უფროსი, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ საბაჟოზე ჩვენი მანქანის გაჩერების შემთხვევაში შემოსულ ყველა მანქანაზე დგება დეკლარაცია. დაგჭები ეთერში? ნუკი ხოცალია რა. კი, ხა უნდა მოესწრო სამი ბიჭი რა. არა, თავი დამენები შეფთხის. რა, ისა დაიკოდი 4. კადრები როგორ ყოფა მითხარი და გადავახვდით რა. მიკროფონი გაგიდეთ და შეინახოთ. რამდენი წლისაა თქვენი ოპერატორი? 6 წლის. საყვარე. ხალხის რაოდენობა რაც გამოვიდაო, არ იყო ჩემო გასაკვირიო და დღეს წავიდა. თავში ნუ ურტყავთ ჟურნალისტებს, ვა?